ღია მემორიალური ტურნირი ჩატარდა მკლავჭიდში, რომელიც ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონის იოსებ დურგლიშვილის სახელს მიეძღვნა. გორში გამართულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს. მათი განცხადებით, ტურნირი მისი შინაარსიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ორგანიზატორების თქმით, მკლავჭიდში სხვადასხვა შეჯიბრის სამომავლოდაც ჩატარდება, რაც ქვეყანაში სპორტის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. რიგით მეხუთე საერთო ტურნირს ეს არის ჩვენი ამავე სკოლის იოსებ დურგლიშვილის მემორიალური ტურნირი, რომელიც იყო ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი და ღია შეჯიბრი ტარდება მისი სახელობის და ჩამოსულები არიან საქართველოს ყველა მხრიდან სპორტსმენები და იღებენ მონაწილეობას. მკლავჭიდი როგორც მოგეხსენებათ არაოლიმპიური სპორტია და გვინდა რომ ცოტა გაუმჯობესდეს ეს ყველაფერი, მოზარდებიც დაინტერესდებიან ამ ყველაფრით და რა ვიცი, მე მგონი რომ კარგად იქნება ეს ყველაფერი, ჩვენი ტურნირიც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს და ასე რომ ჯერი მოზარდებზეა. შეჯიბრი, ვისაც ეძღვნება, არის იოსებ დურგლიშვილი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, იყო ჩემი თანასოფლელი. 25 წლის ასაკში გარდაიცვალა ახალგაზრდა სპორტსმენი. მის ხსოვნას ეძღვნება დღევანდელი შეჯიბრი. კარგი იქნება თუ მომავალ წლისთვის იქნება ამ შეჯიბრის მოქმედება და ჩატარება და ყოველთვის მივიღებთ მონაწილეობას. ძალიან კარგი შეჯიბრია. ბევრი ახალგაზრდა სპორტსმენი იღებულობს მონაწილეობას, არიან საქართველოს მასშტაბით ყველა ქვეყნიდან ჩამოსულები. მათ შორის იმყოფებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებიც.